რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი სად იმყოფება თათა ფერაძე. იურისტებს უკვე სასამართლოდან დაუკავშირდნენ, როგორც ცნობილია, დროას წევრი უკვე გადმოყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში. საქმე უკვე დაეწერა მოსამართლე კობა ჩაგუნავას და წუთი-წუთზე დაიწყება ფერაძის საქმესთან დაკავშირებით აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა. ჩვენთან ერთად იმყოფება ფერაძის უფლებადამცველი. ქალბატონი თეონა, გითხარით თავდაპირველად გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რა შედავება ძალოვანი უწყება თქვენი დაცვის ქვეშ მყოფს და რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება? 2 საათის განმავლობაში ფაქტიურად ეძებდით თქვენს, ეძებდა ოჯახიც. ხო, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ მაქვს, რა შედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო თათა ფერაძეს. ერთადერთი ვიცით, რომ სახლთან დააკავეს მაშინ, როდესაც ის გადაადგილდებოდა კონკრეტული მიმართულებით, როგორც ჩვენთვის არ გახდა ცნობილი, უბრალოდ დააკავეს და რაიმე დამატებით განმარტება არ გაუკეთებიათ მისთვის. ასევე ჩვენ არ ვიცოდით, არ ქონდა ინფორმაცია, სად იყო ის მანამ სანამ სასამართლოში გადმოიყვანდნენ. ეხლა დაგვიდასტურეს, რომ საქმე აწერია კობა ჩაგუნავას და მე მას შემდეგ, რაც შევალ სასამართლოში, იმედია მომეცემა საშუალება გავესაუბროთ თათას და მივიღო ინფორმაცია, რა შედავებიან. და რა იცით, აი წინასწარ? ამ ეტაპზე არანაირ. ჩვენ როგორც გვაქვს ინფორმაცია, მას გზა არ გადაუკეტია და ასევე დაფარული სახით ის არ ყოფილა აქციაზე და ტროტუარზე იყო მთელი ის პერიოდი, რაც აქციებზე აი ეს კანონის ცვლილების შემდეგ იმართებოდა აქციები. ამიტომ ზუსტად არ ვიცით რა შედავებია. მადლობა შესაძლებლობას რომ შეხვიდეთ სხდომათა დარბაზში. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე წუთში გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებს კობა ჩაგუნავა დროას წევრ თათა ფერაძის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ძებნას, როგორც გითხარით, ოჯახის წევრებს არ ქონდათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად იყო დაკავებული დროას წევრი მამა. წერეთლის და დიდუბის განყოფილებაში იმყოფებოდა იმისთვის, რომ დაედგინა სად იყო მისი დაკავებული შვილი, თუმცა საბოლოოდ სულ რამდენიმე წამის წინ გახდა ცნობილი, რომ ის უკვე გადმოყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოში. ოჯახის წევრები და თათა ფერაძის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ეს არის სამაგალითო დასჯის მცდელობა, თუმცა ახლა ქართულ ოცნებას დაკავებული ფერაძის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები ეუბნებიან, რომ დღეს დაკავებული თათა ფერაძის ნაცვლად ქუჩაში გავა ძალიან ბევრი ადამიანი და ისინი რეპრესიების მიუხედავად ბრძოლას იგივე ტემპით გააგრძელებენ. ერთი უბედურება ის არის კიდე, რომ ასეთ სიტუაციაში ვერასოდეს ვერ მოიპოვებ ინფორმაციას სად არის და ეს ალბათ დამატებითი მეთოდი არის, რომ ოჯახი წნეხში იყოს და ოჯახი ნერვიულობდეს. ვერ გავიგეთ ჯერჯერობით სად არის. ეხლა მე კი არ გამოვალ მარტო გარეთ. მთელი ჩემი სამეგობრო, მთელი ჩემი ნათესავი, მთელი ჩემი საზოგადოება რა. და ამითი ეგენი ერთადერთ რამეს აკეთებენ, რომ თავის თავს უსპობენ მიწევების საშუალებას. აი ესე გამწარებული მშობლები თქვენ როცა იქნება და ეგ ჩქარა იქნება, არაფერს აღარ მიგიტევთ საერთოდ. ეხლა რაზე დააკავეს ვერ გეტყვით. ეხლა თვითონაც ვეკითხოთ, თვითონაც ვერ გეტყვიან. გამოვა ვიღაცა რიგითი ცრომოწმე პოლიციელი და იტყვის, რომ არ ვიცი, ალბათ დროშის თავს უყავდა ვიღაცას, ან რაღაც გავსით, სადაც სამართალი არ არსებობს. ქვეყანაში სადაც ერთი კაცი არის, მოსამართლეს პროკურორიც, ადვოკატი და ჯალათიც, ბიძინა ივანიშვილი იქ არ აქვს მნიშვნელობა. დღეს დილით დააკავეს კიდევ ერთი დროას წევრი, ჩვენი მეგობარი თამარ ფერაძე. ჯერ არ ვიცით მას რა შედავებიან, სავარაუდოდ ან გზის გადაკეტვა იქნება, ან პირბადის ტარება. ეს ყველაფერი არის უკვე ძალიან სასაცილო და იმ რეპრესიების გაგრძელება, რომელიც დაწყებული აქვს ქართულ ოცნებას აქტივისტების, აქტიური მოქალაქეების წინააღმდეგ. მე დარწმუნებული ვარ, რომ თათა ფერაძე შეშინებული არ არის, ჩვენ არ გვეშინია და ბრძოლას გავაგრძელებთ მანამ, სანამ რუსული რეჟიმი არ დასრულდება. რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულ კიდევ 2 პირს, ისინი ჯერჯერობით წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩებიან. დაკავებულია მიხეილ ყანჩაველი და სერგეი ყანჩაველი და ლევან ბუტიკაშვილი. სავარაუდოდ უკვე რამდენიმე საათში იმსჯელებს მოსამართლე მათ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით. ორივე პირი ძალოვანი უწყების თანამშრომლობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გვიან ღამით დააკავეს. სავარაუდოდ გზის გადაკეტვას ედავებიან, თუმცა უშუალოდ კონტაქტი, კომუნიკაცია არ გქონია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ ეტაპზე. ველოდები სასამართლო პროცესის გამართვას, რომელიც სავარაუდოდ დღეს იქნება. იგი დააკავეს გუშინ ღამის საათებში თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილების გათვალისწინებით.
თვითონაც და მათ შორის მეც ველოდებით რომ გამოყენებული იქნება მის მიმართ პატიმრობა. მათი მიზანი არის ერთგვარი რომ პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იყოს არა მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება, არამედ სისხლსამართლებრივი დევნაც და ამით მოხდეს მათ შორის პროტესტის მონაწილეებში ერთგვარი შიშიზანერგვა რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა იქნება დაკავშირებული სისხლსამართლებრივ დევნასთან. საქალაქო სასამართლოში მოსამართლე კობა ჩაგუნავა უკვე წუთზე გახსნის სხდომას და რამდენიმე წუთში გავიგებთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დროას წევრ თათა ფერაძის საქმესთან დაკავშირებით. ამავდროულად დღეს დაკავებული ორი პირის საქმესთან დაკავშირებით უნდა იმსჯელოს მოსამართლემ, თუმცა ორივე ამ დრომდე იზოლატორში რჩება და ამ დროისთვის უცნობია რომელ საათზე ჩაინიშნება მათი სასამართლო პროცესი. სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან მარიამ მაკასარაშვილი გვერდებოდა.